Kişit kalmadı. Vay me. Orosanze orosan. Gamor. Agar mi gamor. Yomandırız tuğus. შენი სიცილი ისეთი გემრიელია გაცოცხლებულ შოუში, მაგაზე მეცინება ხოლმე. Ugo koniyaki შეჩემა ჩავდე თოლში. თოლში რო ჩადე, ანუ წავიდე. გაუმარჯოს მაყურებელს, მისაყოლებელი პოდკასტი დაბრუნდა და დღეს ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მშიერი იუთუბერების კვებაზე, ანა კოშაზე. კეთილი იყოს შენი მოგზანება და მადლობა რომ გვესტუმრე. როგორ ხარ? დიდი მადლობა რომ დამპატიშეთ. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. წარმატება. ბევრი გამომწერი. მადლობა. გემრიელ პოდკასტს. გემრიელს, იმიტომ რომ მე ლუდით ძალიან მიყვარს. აჰა. როგორც იქნა მოვიდა ადამიანი რო სვამს. წინა შონზო ყავდა ეხა იმასაც არ გაუჭირდა, მაგრამ აქ ხალხი მოდის არ სვამს, არ მოგიდგენია. რამდენიმე კომენტარი დამიწერე, სადრე გოგო შონზო ხარო. აჰა. კარგად წავა დღევანდელი გადაცემა გიორგი. არა, წინა პოდკასტზე ნამეტანი ბევრი დავლიეთ მახსოვს. შონზო წავიყვანეთ 4 საათზე წავედით სახლში აქედან. მართლა? ხო, 4 საათზე მივედით სახლში უბრალოდ. აი, ვერახე ჩვენი მემონტაჟი როგორი ბედნიერი გვიყურებს იქეთ. არა, როგორ ხარ? კარგად, ჩვენივრად. ძალიან კარგად ამ გარემოში. ძალიან სასიამოვნოა, მიხარია და სადვარო ბევრი ვილაპარაკოთ. დალევა ახსენე ხა და ძალიან მიყვარსო და აი რამდენად გიყვარს და რა შეადარებდი დალევას შენ ცხოვრებაში? ჩემ ცხოვრებაში აი მაგა პარალელი რო გავავლოთ მაგალითად შვილივით მიყვარს ბავშვები და ეს პარალელი რო გავავლოთ არა ხო მაგალითად წეგანს საუბრობდით ადამიანზე რომელსაც გასინჯული არ აქვს ალკოჰოლის საერთოდ და ეცოდება აი ყველაფერი წინ არის გასინჯავს არ დააძალე მერე გასინჯავს 20 რამდენი წლის არის 32 წლის ასაკში მეც მაგაც მიყვავს ეხა დავაწყებია დალევა ბავშვობიდან არსოვნა ჩემი ტოლია 22 ზუკა არა ერთი წუთი მიაბარეთ არა მან გავყოთ არ უყვარდა თუ გასინჯული არ ქონდა ალკოჰოლი გასინჯულიც შეიძლება ითქვა ნუ აი ალბათ პირველად გასინჯა არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ალბათ ერთი 25 წლისა მაგრამ არ უყვარდა ჩემ დაბადების დღეზე ისე გატყურა. ბოლოს ესე ისხამდა არახს. შენი ხათრი ეს თუ რა იყო? მოტივატორი რა იყო მართლა? არა, შეიძლება დეპრესია იყო მოტივატორი, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ მეგავალოთ ეთქვა. ამაყად ვამბობ ხოლმე მაგას. შენც არ იყავი დიდად მოყვარული დალევის? ბიჭო, არა. ხო, დალევის მოყვარული არ ვიყავი. არა, ეხაც ანუ დალევა მიყვარს, მაგრამ ისე რა ზომიერად. არ დაიჯერო. ზომიერად დალევა მიყვარს. ბიჭო, ზომიერად რას ამბობ? ეს ამბავია, მე მგონი ცოტნეს მიკერებული აქვს უბრალოდ ეგიარლი. თორე მე ზომიერად ვსვამ. კი, რავი, მე არ ვიტყოდი. შენ თუ უზომოცვა, მაშინ მეც უზომოცვა ეგრე გამოდის. ლოგიკური. იმიტომ რომ ერთად ვსვამს. არა, ის არის რა, ხომ დააბალანსო რა, დალია დღეს ამდენი, ხო, ლივორდიში ამდენი რაღაც. აი მაგ ბალანსს ვცდილობ და არ ვეძახი თავს რომ აი რაღაცა ისო. ხო და არა, მე მიყვარს ძალიან მიყვარს ღვინო და ლუდი. სხვა სასმელები ნაკლებად. ერთად არა ხო? ეს სასალკე უბრალოდ გამომივას ღვინო და ლუდი. ღვინოს და მე ლუდს მიაყოლებს. არა, მე ღვინო ალბათ მე-3, მე-4 ადგილი. მართლა, ჩემი პირველი, მეორე ლუდი. ანუ წრუპა ეხა გასაგებია რომ ეს ხო და არა. არა ეს. ხო და მე აი გარშემილია ეგ პროცესი არის ჩემთვის. მე ის კი არ მაქვს რომ ბევრ სვამ. მე მაქვს რომ მალე ვფხიზლდები და აი უბრალოდ ვერ ვასწრებ რომ აი ამ მომენტში მომეკიდოს. ხო, მივხვდი რასაც ამბობ. მე ვასწრებ, ჩემთვის აი ორი კათხალუდით საკმარისია რომ კაია მე. აურა ბედნიერება იქნება. შესაბამისად მეტი არ მჭირდება. რამდენ ფულს და უზოგავდი. ორი ჭიქა, ორი კათხალუდი რომ აქვს. დათვლილი გაქვს, აი საშუალოდ მაინც თვეში ან წელიწადში რამდენს შეიძლება ხარჯავდეს. თვეში ძალიან რთული იქნება მაგის დაცვა, მაგრამ რა ძალიან მარტივია. მე ვიცი ცოტნეს ხელფასი რაც არის და ძალიან მარტივად მიუმატებ. წლის მანძილზე. აი, ნახე, მინუს 2 კათხას რო სვამდე მე. ეს სამსახურიც არ მეკნებოდა. ვიკრებოდი სამსახურის გარეშე და შესაბამისად ფულსაც ვერ დავზოგავდი. შენ ხო ლოთების პოდკასტს ვეძახიან. ხო.
და სხვათა შორის აქვე მადლობა ამ პოდკასტის არსებობისთვის ჩვენს წარმდგენს ლუდისას, ჩვენ მეგობარ ლუდს ბავარიას და შეამჩნევთ მეგობრებო, რომ ახალი სპონსორი დაგვემატა, ეს არის ალკოსფერო და ორი სიტყვით გიორგი თქვენის ნებართვით და ბოდიში თქვენთან. ალკოსფერო არის სპეციალიზირებული მაღაზიათა ქსელი, სადაც დაგხვდებათ ალკოჰოლური სასმელები მთელი მსოფლიოდან. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით არის 12 მაღაზია გახსნილი, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, მესტიაში, გორში და წლის ბოლომდე იგეგმება, რომ კიდე 5 ფილიალი დაემატოს თბილისში ალკოსფეროსი. და დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდა, გვერდში დაგვიდგა და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი გახდა და გორში კანდელაკის არ არის. კარგი ტიპების პარტნიორი რო ხარ, მე უკვე რაღაც ბრენდისადმიც კარგად ხარ განწყობილი. შესაბამისად, ალბათ მე და ლაშაც ვესტუმრებით ალკოსფეროს. კი, ესენიც კაი ტიპები არიან. თან ვიცი უეჭველო, კანდელაკის ჩამოსხმა არ შეაქვს არაფერი საერთოდ. ორიგინალებია. ორიგინალი რაღაცები აქვს. ორიგინალი სასმელები. კანდელაკის ჩამოსხმას რას ერჩი? ბიჭო, არაფერს იმდენი მაგდალეული რომ შენი ერფასში იყო. და ბოდიში თუ დაამუღამე ის მომენტი ეგ ამბავი რო გაბაზრდა რომ კანდელაკის აქციები და რაღაცეები და სპარებში და იმაში აი ჩიგვასებზე და იმაზე ფასდაკლევები გაიჩითა, უღოთ პროდუქცია ამოეხიდა. ვეღარ გაყიდეს, ხო? ანუ რაღაცა ის კონდათ რომ ყოფილიყო რეალურად მაინც არ გაიყიდებოდა. იმიტომ რომ სანდოობა დააკარგა. რა თქმა უნდა. ძალიან საშინელება. მაგრამ რატომღაც კინდერზე რაც არ უნდა თქვა, კინდერი მაინც იგივე ფასი ღირს და რა პონტია? თან ჩემ შულს მაგრა ევასება. მე კანდელაკი არ აკეთებს კინდერს. რამე კაი შემოაგდეთ რა ისეთი რა. კინდერზე რა ის სალმონელა რო გავრცელდა ადრე? არა, ეხაც უი, ეგ არ გამიგია. რომ კინდერზე და რაღაცეებზე იყო ხო? მან გადაგასულების თემა გავიგე. არა, რაღაცა ცუდი, ანუ გაყალბებული, არ კინდერი რაფაელო რაფაელი კეთდებაო რა, როგორც კანდელაკი ფალსიფიცირებული იყო ხო ეგეც კი. ანუ კოკოსი არ იყო, სხვა რაღაცა იყო. რაფაელს არ ვიცი. ახო პენოპლასტი იყო ამოვლებული და პენოპლასტია რა ვე. ბილი პენოპლასტი. სხვა არაფერი არ მომდის თავში. ხო იცი, ისეთი საკვები დანამატებია უკვე. მართლა პენოპლასტს მიცემ თუ გინდა სოსისის გემოს ან რაფაელოს გემოს. სოსისებზე ცალკე საუბარია, მაგაზე ალბათ. უბრალოდ სოსის სახელი აქვს გატეხილი როგორც პროდუქტს, თორე სხვა ნებისმიერ პროდუქტსაც, აი მართლა რაფაელოსაც თუ გინდა გემოზე დასვამ ხო, დანამატებით. მანდ ისე დანამატები აქვს. ძალიან დანამატები ქონდა, ძალიან დიდი ხანი როგორც ვიცი. ძალიან შემაშინა მაგ-ფაქტმა თავის დროზე. აი, ძალიან ახლოს ხარ კვებასთან და ბევრ ადგილას და დიხარ ეგრე ყველაზე უცნაური რა გაქვს გასინჯული. ესეთი უცნაური არაფერი. ძირითადად მიდიხარ და ყველაზე კარგი რაც გვაქვს ეს გადმომიღეთ. ყველაზე გემრიელი. ხოიცი, მაგაზე მაკრიტიკებენ ხოლმე გვიწერენ კომენტარებში, რომ რა არის რა ყველაფერი მოგწონს და მე წერან მასწავლეს ჩეთი რა დროს მოგწონს რეალურად და რა დროს არა. ძალიან კარგია, არის მართლა მოწონს. როგორ დაგიწერეს კომენტარი ხელს? ოპ კომენტარი იყო. ხელს დავამუღამე, ჯერ ესე იწყება და კომენტარი, რომ დავამუღამე წერტილი. ხელს რო აფართხალებს ხოლმე, ესე იგი მართლა ძალიან კაი. გიორგი აქვე. ეს მე ჯერ გავსინჯა. აჰა. ჩიპსმაც გამოიარა ის, რა ქვია. შემოწმება. ხო, ადგილების ამბავში მაინტერესებდა. პახმელეზე წავიდეთ ხოლმე. სად გიყვარს ხოლმე სიარული რა ადგილებში? აქ რეკლამაში არ ჩაგეთვლება, კი არა და თუ გინდა რეკლამაში ჩაგეთვალოს რა პრობლემაა? რომელ ადგილებს გამოარჩევდი, ანუ თბილისის მასშტაბით, ესე ვიკითხავ. თბილისის მასშტაბით. ნუ აი თბილისი დავიწყო და თუ რამე მე ნუ ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ციხე. ო. ჩემთვის საერთოდ იცი საიდან დავიწყებ? ჩემთვის აი კვება არ არის მარტო საჭმლის გემო. და ეს არხიც რეჰანით მაგას ემსახურება, რომ აი შემადგენელი ნაწილია გარემოსი, ისტორიის, სათხარ, როგორ გაწვდიან, კერძ რა ისტორია აქვს, მეგობრების. შესაბამისად ამ მეგობრული გარემოს გამო ძალიან მეყვარს ცეხი და ნუ გემოთიც.
ძალიან გვიყვარს ასევე მეც და ლაშასაც, რადგან ჩემი კამერის უკან სულ ლაშაა ხოლმე და მე ერთად მოძრაობთ ძირითადად მულენი მაშ ფაბრიკაში. შეგვიძლია გადავამოწმოთ ხოლმე იქიდან ეს თუ იყო. იქიდან ეს თუ იყო ესე იგი ძალიან ხო, კარგია ჩვენი მულენისადო? არა, თუ არ ვიცი. ფაბრიკაში ეცოდინება არის. შეიძლება ნამყოფი ვარ ბევრჯერ და არ ვიცი. ეპიზოდი გვაქვს გადაღებული ძალიან მაგარი ფენოვანია მულენში და არ გამისინჯობს მართლა. ფაბრიკაში დიდად საჭმელად მე არ მიჭამია ფაბრიკაში არასდროს ალბათ. მარტო ხო, სულ სვავ ხოლმე. ალბათ. ისიც აზიური წვნიანი, მოკლედ არის კარგი რაღაცები. შენ რო ვარჯიშობ არავის. კონდიშ საუბრობთ აქეთ და თუ ნერე მომის ვარ დაკტოვოთ ანუ როგორ არის? ხო. არა, ნუ ვერ შეატყობ ესმის, მაგრამ რო ეთქვა ერთი 10 წელია ვარჯიშობ, ხო მაინც არ დაუჯერებდი. არა, პახმელიაზე ისეთ რაღაცას ჭამ ხოლმე, ლაშა ძალიან დამცინის და ხმამაღლა თქვა. დაუშვი. ანუ ოღონდ მართლა ძალიან მაგარია. მე მაგრამ მაინტერესებს. მოსინჯეთ და გამიხსენებთ. მაწვნიანი წყალი, აირანივით ოღონდ. იმის მარი აირანი გაგიცნო. კი, როგორ არა. აირანი ხო მარილიანი და მაწვნიან წყალს მარილი არ აქვს და ძალიან მე მიყვარს. და ბანანი, კალიუმია ბანანში და ტკბილია ძალიან კაია მართლა. ჭაჭა არ გიცდია? არა, სასმელს ვერ ვსვამ. დარწმუნებული ხო პახმელის ნამყოფი ხარ? მასოდი წყალში და ბანანი აი პირველად გავიგე. პირველად გავიგე მართლა. აგიტო გავაკეთე ეგ შესავალი. ანუ ეგ რამე ის გაიგებ. კალიუმიო რო ახსენე, ეხლა რაღაცა ის არის? არა, უბრალოდ დავაფიქსირე, რომ ძალიან სიამოვნებს ეგორი და მე სადღაც არ ვიცი ვისთან თქვი და ეგო იმიტომ, რომ თან ტკბილიო, თან კალიუმი. მე მაინტერესებს რომ დავაფიქსირე, რომ ძალიან მიყვარს ეგორი, როგორ მოხდა ეგ მომენტი, რომ როგორ მიხვედი? მასოდი წყალში ჩაუვარდა და საჭმელი ქონდა მარტო ბანანი. არა. აი, როგორ მოხდა? სხვა ვარიანტები არ იყო? და მოგიწია მაგის შავა. არა, ჩემი სასმელს ვერ ვსვამ მეორე. ცოტნესი ვიცი. უდავლია ვერ ვსვამ. აბა მიქ შენი საყვარელი ვიცი, ალკოს ესწერი და ნიმესილი. არა, მე მაგას იშვიათი. ეგ ძილის წინ არის. ახალი წინ ხო. მეორე დღეს ვერ სვავ, ეხა ეგ თქვი? არ გევასე. აი ეგ მე ძალიან დიდი ხანი ვიყავი ეგრე. კი არა, ეხაც ეგრე ვარ მე მგონი. მე ხა პროსტო პახმელი აღარ მაქვს. გამორიცხულია მე თუ ცოტა ჭარბი ალკოჰოლი მეორე წინა დღეს ვერ. მე გეზიზღება მეორე დღეს აი რაღაც წინა დღის გახსენებაზეც ხომ ესე ეგრე ვიყავი ხო? ვერ ვსვამ რა. ყველას ეზიზღება. ანუ ეგ ეგრე არის, არ არსებობს რომ მეორე დღეს გაიღვიძო დილით, აუ ეხლა დამალევინა. არა, ეგ აქვს. არა შემომაყვარი, არ მომაყოლ. ერთი წუთით ნაბახუსევი უფრო უყვარს ვიდრე არა, მაგისკენ გარბი ხარ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ სასმელი გიყვარს, მაგრამ გეზი პირველი ჭიქა გძულს. ეგრე არ არის? არა. მე პირველ ჭიქაზე მაქვს ხოლმე ნაბახუსებზე. არა. არა, ეგრეც ყოფილვარ, მაგრამ ძირითადად გიყვარს. არიან ადამიანები, ვისთვისაც ეგ ნაბახუსევი არის რიტუალი, მართლა რიტუალი. არა, ჩემთვის იმდენად რიტუალი არ არის, მაგრამ თუ არის საშუალება მეორე შენთვის არ იქნება რიტუალი, შეჭაპახმელია არ გაქვს. იშვიათად, გიორგი. აბა, რასე გვალაპარაკება მხოლოდ ამდენი. არა, მქონია გასულ როგორ არ მქონია, მაგრამ ისეთი სტანდარტული პახმელი. საშინელება უნდა ჩავიდი, ნუ ალბათ. ხო, ვიჭირ შველეკეთები უნდა დავლიო მარტო. მე აი მოგეწონა იდეა? სამი კათხა რო დავლიო ხოლნაბახუსევი ვიქნები. მართლა? აუ, ეგეც ახსოვს, მაგრამ ნუ მაინც ვარ ნაბა. ეგრე რო ვიყო, სასმელს არასოდეს არ ურევ. კოქტეილები არ მიყვარს და მაინც. ვა. ნუ არასოდეს რა, მირე. ნუ ეხა როგორ გითხრათ? დღეს მოუწევს. აი და ტეკილა და გინეს ცოტა ერთად წერიფე. აჰა, და არ ურევო. არ ურევს, არა. გინესი. მაგარი კომბინაცია, ღვინო და ლუდი. ციგივე წარმატებით. და სამზე მე წავშავდა, მთელი დღე სვავდაო. ხო. შანსი არის სამი მთელი დღე დალიო. ისვენებდა შუალედებში. ორჯერ დალა და დაისვენა. გასო არის კი 3 წრო დავლიო ბახმელია მაგ. ბახმელია მაგ ხო. აა
ამაშია გასაგებია. მაგრამ მე ჩემი რიტუალები მაქვს სანამ დალევის რა. ქალაქში და სახლში კი არა და ნუ აი თბილისში როცა ვარ ისე ძალიან არ მიყვარს. ჩემთვის უფრო სწორად ხშირად არსო. ჩემთვის აი ძალიან დიდი ბედნიერება და რიტუალია მთაში როცა ვარ. აი სრიალის დროს არის ცალკე ამბავი, სრიალის მერე და ისედაც მთაში და სადვე როცა ვარ წასული. მაშინ არ მაქვს ნაბახუსები. არ ვიცი ეგ რა არის, შინაგანი განწყობა ალბათ, მოდულებული ხარ, აი შფოთვა, ძალიან შფოთვარი ადამიანი ვარ. ვერ ვიტყოდი. მაგას ვიხსნი და ალბათ მაგიტომ ბუნების მომენტის უბრალოდ და რაღაცები ჩემი აზრით მოქმედებს ამ მომენტში. ალბათ, ხო. იმიტომ რომ მე ახლა სათევზაობა მიყვარს, დავდივარ, ნუ ბოლო პერიოდი ძალიან დიდი ხანია არ ყოფილვარ. აქვე ბოდიში ბიჭებს ვისთანაც ერთად დავდივარ, რომ არ მინახე ხარ 700 წელია. კოლეგა დავიღებთ რა. ბაზარი არა. მართლა თუ წავიდეთ, პროსტა წავიდეთ, ჩვენ წავიდეთ, იქ ნავს გამომართვ ჩემებს და აი ხვალე პახმელეთ ვარ ვიქნებ. წავიდეთ პახმელეთს სათევზო. ხო და ის რა ქვია, იქ დალევა ბუნებაში, დავდივართ ხოლმე ალგეძე საკმაოდ ხშირად და იქ ბუნებაში და რაღაცნაირი სხვანაირია რა, სხვანაირადაც გერგება, სხვანაირი სიმთვრალე გაქვს და ბედნიერია ნაბახუსებიც ამასწრებს არ მახსოვს რამდენი თვის უკან იყო, ცოტნე მოდის. მიყვება. აი ეგეთი ბედნიერი იშვიათად შეიძლება ნახო რა. სათევზაოდ ვიყავი შეჩემა თოლში, ანუ მე кайხნის წინ იყო აი პაროდიის გარეშე რომ მოდი ვითომ ეგრე არ გიყვები. თოლში კარაყი კონიაკი ჩავაციეთ. მართლა кай იყო. რა ბედნიერი იყო იცი. მაგრამ გავს 1-2 გადავაგდე ანკეში და დავიყიდე მე. არ სუთევზავია. მაგარი. ჩავიდე დალიეს. თბილისიდან წავედი და თბილისში თოვლი არ იყო ვაფშე ერთი ფანტელი არ გადმოვარდნილა ერთიცა და ალგეძე რო ავედით გადათეთრებულია ყველაფერი და ჩავედით წყალსაცავის პირას და სასმელი წაღებული კოცონი დავანთეთ იქვე ცეცხლში აქეთ გვერდზე ჩაცი ეხა მოთოვს ცოტა ხანში წეს თავი მე იქ ვარ გააგზელეთ ისეთი ბედნიერი მიყვებოდა რა შემშურდა მეთქი აი რატო არ ვიყავი იქ მეთქი რა ხდებოდა ეგეთი მაგარი რომ გოგო კონიაკი შეჩემა ჩავდე თოლში რო ჩადე ანუ წარმოიგე ცივია თოვლი ხო ცივია და თოვლი ხო ცივია ხო და აი თოლში გიდევს და ჭიქებიც იქვე ჩავდეთ ხო და აი მაგაშია საქმე რითიც დავიწყეთ რა მარტო გემო არ არის გარემო აი ეგ თოლში ჩადებული აი რა მაცი ვარ ცხოაციებს მაგრამ აი თოლში რო ჩადეს სხვა ის გარემოს ამბავში ბარებში და იმაში თუ მოძრაობ Black Dog-ში დავდიოდით ხოლმე აქტიურად და დიდი ხანი აღარ ყოფილვარ აი ასათიანზე ასათიანია ხო? თაცმინდაზე ამბობ კი. ხო. ეხა number 8 არის ეგეთი ბარი. Number 8 არის აღმაშენებელზე. აბაშიძეც არის. Pub 44 ჩვენი მეგობარია შეფითან და გადასარევი საჭმელია Pub 44-ში. ვერაზე ხო. მან და ერთი ვერ მივედი. მე მგონი 4 შაბათს აქვს. იცი რა გემრიელია ცოტა გასინჯი. არა, ხო, მისასვლელი ვარ თუ ეჭველი და ის აქვს 4 შაბათს აქვს მე მგონი თუ ლუდის აქცია აქვს რაღაცა რომ რატომ ხანსო სხვა რაღაცა ეთქვა ეხა მაცადე გიორგი გინდა ჩაგიწყო შენი ლუდით შეგიძლია არა აქცია არა რას ვამბობ ისა რაღაცა 40 ლარს იხდი თუ 50-ს და ულიმიტო ლუდს ვამბობ თუ რაღაცა და არა მანდო მოგებაში მაინც გადიილანო და გაგაკოტრებთ განახეთ მე ქართლიდან ხო და შევარ ხო ქართლის კერძოთ კასპთან არის სოფელი ხოვლე და მაქვს სახლი კასპელი ხარ? ბოშურელი ხარ? ატენელი ხარ? აუ იმერლე გურულებისან კი გურიეშს რაჭველების არა იმერლე ახალების დასავლეთში არა ის აქვს რაღაცნაირი ანუ ეხლა ახალი ამბავი არ არის იქეთ უფრო ის უყვართ გამოჩენათ სიყვარული ის რავი როგორ დავარ იმერეთში ხო აი თავს რო გამოიდებენ რაღაცაზე რომ გასიამოვნო სიამოვნებს ზოგადად აი ადამიანში ზოგისთვის შეიძლება გადამეტებული იყოს მაგრამ აი ეგ თუნდაც ზრდილობა და სიყვარულის გამო შენი საყვარელი კუთხე რომელია კასპის გარდა
არა, ესე ვერ გამოვარჩე. რატო? მეც გამიჭირდა, ერთის გამორჩევა გამიჭირდება. ძალიან მარტივია. ჩემი ქუთაისი და ჩემი ზესტაფონი ჩემია. დასვანებზე, აი გიჟდები, მარტო კარგი მოგონებები მაქვს სვანებთან დაკავშირებით, ხო, რამდენჯერაც ავსულ. აუ, რა მე არ ყოფილვარ სვანები. არა, არ ყოფილვარ ხო მაგას ვამ. ვაი, ის კი არა, ვაი. ასამბო სვანებზე რა ვიცი, ვერ გამოვარჩევ მეთქი. ლაშა რა ჭველია წესით. შვიდი წნარი გაწვევა. ლაშა და ჩემი ტემბრი ისეთ დისონანსში მოდის და ისევ ჩხუბობთ თან. ლაშას აქვს ეგეთი თვისება, რომ მე მიფეთქეს ტელეფონი ბოდიში. იმისთვის რომ რაღაც სიჩუმე შევავსო, ადამიანთან რაღაც საუბრობ ამინძზე, რაღაც სულ ერთია რამეზე. მით უმეტეს გადაღებაზე როცა ვართ, სადმე მასპინძელთან რო ჩავდივართ, რა გიხსნობს? ლაშას შეუძლია უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც ხასიათზე არ არის იმ წუთში ლაპარაკის, გაჩუმდეს ფელი დღე. აი საერთოდ ხმა რა მოიღოს, არასოდეს. კაია რა გინდა ის? ანუ აი 7 7 ადამიანი. ნუ ეგ მეორე საკითხია ხა, ეგ მეორე საკითხია. რაღაცაზე თან შენზე ვიჩხუბეთ. რო გადადის ხოლმე. რაღაცას რო ვცდილობ ვიხუმრო მეთქე, აი კამერის უკან ესე მაინც კენი თქო, იმიტომ რომ მგონი რომ აი მარტო ვარ. სხვადასხვა ჩვენ ყავს ოპერატორი აქედან მოკითხვა ზუგის. ვარჯიში რო დაიწყო. რომელიც რო იცინის კამერის უკან მაინდა-მაინც კარგად არ გავადგება. არა, ეს ის არის რა ქვია. არა, ეს არის ლალი. ჩვენ გადაღებაზე ხა ძირითადად ხო რაღაც იუმორისტულ რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე, ესე რონინი რო უჭირავს ხოლმე, ესე უდევს ხოლმე რა, ეხა დიდი ხანი რო გიჭირავს ამას და თახთახებს ხოლმე ესე და რაღაც უბრალოდ რო არის და კადრი მოდის. კამერა დახტუნავს ხოლმე ეს რონინი. მაგრამ ყველაზე გადაუბარი გაცოცხლებულზე რაღაც ხუმრობას რო ვიტყვით და გავხედავ ზუკის ისირის და მე ავიწყდება რომ კამერა გადმოიტყვანოს რა ის ახსენდება. გიორგის ზარი რო ჩამეწდა. ყურსასანები რო უკეთია ხოლმე, ამათი ლაპარაკი მანამდე ესმის ხოლმე. ის თუ იცინის ხოლმე იქით კამერასთან. იცი რომ სასაცილო. ხვდები რომ ძალიან კაი რაღაც მოდის ხოლმე და შენი სიცილი ისეთი გემრიელია გაცოცხლებულ შოუში. მე ვერთობი ხოლმე. მაგაზე მეცინება ხოლმე, აი ძალიან გემრიელად იცი. ხოდაშორის ბევრს ვთქვამს ეგ. რო გუნდიშა სიცილი ცალკე კონტენტია. ძალიან ბევრი რაღაც არის თან ისეთი რომ შეიძლება სასაცილო არ იყოს ვიღაცებს ეხა ეგეს დაუწერიათ რომ რა ტყუილა იცინის ან რაღაცა ბევრ რაღაცას ისეც აკეთებენ რომ მე მეცინე ანუ რაც არ ვიცი რატო აკეთებენ ხო რაღაცა ისეც აკეთებენ ხოლმე რომ მეცინება რა შანსი არ არის რა ან დაგწინე ბიჭო ძალიან ხშირად მეცინება ამის დებილობებზე დადგმული ისე გემრიელად არა ამის დებილობაზე მეცინება ხოლმე ძალიან ხშირად რო გამოვა რაღაც ძალიან დებილობას რო იტყვის აი სასაცილოსთან არაფერს შუაში არ არის მაგრამ ეხა წინა გასწრებული იყო გენიალური რა აი ეხა უკვე დადებულია დიდი ალბათობით როცა ეს ეპიზოდი დაიდება და ქორო იყო ქოროსთან ერთად ვიყავით თიმში რა და ქორო არის აი ქორო ძალიან კარგია განსაცვლებელში აი ძალიან გადარეული ადამიანი მაგრამ არ დამიხევია რაღაცას მეტყო და აი ეს სისულელე გავაკეთოთ ქორო წამომეთქი არ დამიხევია აი რამდენჯერ იყო როგორი მომენტი იცი გავაკეთეთ ხუმრობა და დარბაზი აი ერთი ხმა არის რაღაცა ჭრიჭინის ხმა და ეგ არ მოქმედებს გუდიშას გავხედავ და გუდიშა ეს სახით მიყურებს იქ და ქოროსთან არა იმიტომ რომ ქოროსთან ერთად რომ მივდივარ ეგეთ ხუმრობაზე ანუ მე ვერთობი ანუ ვიცი რომ რაღაცა სისულელე გამოვა მაგრამ იმდენად ვერთობი და იმდენად ხალისობ მე თვითონ მაგ დებილი ხუმრობით უბრალოდ აი ხალხი ვერ ხვდება თქო არასწორი ნათქვამია უბრალოდ იმას ვერ ხვდება რასაც ჩვენ მივხვდით რა ვაკ ხუმრობაზე რა აი დაახლოებით ეგ მომენტია რაღაც განსხვავებული კიდე თავისებური იუმორი ძალიან განსხვავებული ძალიან თავისებური დარბაზი რო ჩუმად არის მოქმედებს თუ არა მე ამათზე არა პირიქით არის უფრო ნახე ადეკვატური ხდება მე შენთვის რა რო გამოდიხარ სცენაზე და რაღაცას რო იძახი დებილ ხუმრობაზე რო არ იცინის არავინ და მე კარგ ხუმრობაზე იცინის ხვდები რომ მართლა გულწრფელი არის ყველაფერი ხო ეგ რო გამოხვიდე მე და ყველა ის ბანძი დირექტორი ვითხარ მე რა რაც არ უნდა იხუმრო რომ ყველაფერზე იცინის ყველა თანამშრომელი ეგეთ პონჩი იქნები და რა აი ქოშე ის არის მე მგონია რომ კარგად ხუმრობ მაგრამ მე უკვე რო აბავენ ხოლ აუს ბანძი დირექტორები მიჩვევის თემაა რა პროსტა რა მიჩვევის თემაა თავიდან აი პირველი რო ცოტა დიდი აუდიტორიაში გავაკეთეთ და უკვე 5 კაცზე მეგობრების გარდა რომ ვიღაცა სხვა ხალხის დაესწრო ეგ რო წარმომიდგენია შეიძლება ისე ვინერვიულო რომ აი რა იუმორი კი არა ხო და ხო გეუბნები ახლა რამოდენიმე გადაცემის წინ ერთი გადაცემა გავმაზე რა ანუ
შეგნებულად არ მივიღე მონაწილეობა, იმიტომ რომ ერთი გადაცემა დავისვენებ მეთქი რა. მე ვიყავი ხო? არა. ეგ გადაცემა იყო. არა, მაგრამ სკალა იყო წამყვანი. კვარა ყავდა. სკალა იყო წამყვანი, მე ვიყავი სცენაზე. არა, ეგ ხო და მაგრამ ვიყავი მე. კვარა და ქორო იყვნენ. კვარა და ლუკა იყვნენ და ქორო და ყავა. ხო, მაგ ეპიზოდში დავისვენე და ის გქონდა რა ქვია მაგას. აი ერთი ეპიზოდი გავუმაზე, ხო? ანუ ერთი ჩაწერა გავუმაზე, თითქოს არაფერი რა უნდა შეცვლილიყო. შემდეგ ჩაწერაზე ისე ნერვიულობდი უკვე. აი ერთი გამოვტოვე და მაინც ნერვიულობდი რომ ფორმიდან გაგდეს. რაღაცა ხო მეთქი ხალხი და ვაიმე და სულ ეგრე ვარ ყველა გადაცემაზე რომ ღელავ რა, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გაქვს რა შეიძლება მოხდეს. იმპროვიზაცია როცა ანუ აი ბრავო ხელები ამიწევია ძალიან რთულია და ორმაგად სანერვიულო კიდევ. მაგრამ გულწრფელად გითხრა რა დარწმუნებული ვარ რომ იმდენად კაი შეიძლება არც გამოვიდეს რომ იმპროვიზაცია არ იყოს და დაწერილი ხუმრობები იყოს. აი რა თქმა უნდა, იმიტომ ეგეთი კარგი გაცოცხლებული შოუ. ხო რა, იქ ადგილზე მოფიქრებულს და ანუ მე ძალიან მიყვარს სულ უყურებს. მადლობელი. მეც არ მაგამაზული არც ერთ. მართლა გიორგი? ეცინება ხო. ყველა ნახი მაგ. აი VIP ადგილიდან. აი ის ის კითხვა მინდა და შენ ხარ 88-იანი ხო? ჩვენ ვართ 93-იანები. ჩვენზე დიდი ხარ ცოტა. ჩვენ წუწუნებთ ხოლმე იმაზე რომ ბავშვობაში ვერაფრით ვერ ვერთობოდით. მე რითი შენ რითი ერთობოდი იმ სასწაულ თბილისში? ეზოში. თბილისში იყავ თუ კასპში? მე იმაზე ვწუნებ რომ თბილისში ვარ. მაგრამ ჩემი საუკეთესო მოგონებები ხოვლეს სოფელს უკავშირდა. კასპს? ხოვლე ქვია. საუკეთესო ხანა არის თორე კასპი არა ხო? არა, უფრო გახდება იქით. აკრძალეს ის გეი ქორწინა. კი იცი რა აი ძლივს რა მოვისუნთქე თორე მანამდე აი გაივლინდი ქუჩაში და აყლეკეს ყოველი მეორე ეზოდან ყოველი მეორე არა ბიჭო მივდიოდი იმაზე რა ავტობანზე ხელჩაკიდებული ტიპები დადიოდნენ არ ხოლმე შეიძლებოდა მისატან ე ხოიცი რო აგზალეს კასპის ზემოთ სისარტყელა აღარ ყოფილა აი აი მართლა რითი ერთობოდი აბა ბავშვობაში ჩემი გასართობი ბავშვობაში იყო ეზო და წიგნები იმიტომ რომ შუქი არ იყო და ტელევიზორიც არ იყო შესაძლოა შუქი ჩემ დროსაც არ იყო ჩემი შვილები შოქში იყვნენ როცა უთხარი დედა ჩემი რომ სჭიდა კითხვას მიკრძალავდა მეთქი რა შენ ყოველთვის დავაშავებდი ჯიო ეგრევე ყოველთვის დავაშავებდი და რაღაცა ისინი აქვს ამ თინეიჯერებს ინგლისური ტერმინები სლენგი what ვა შენ რას გიგზავნდნენ როცა გიჟიდნენ ბიჭო მე არ ვიყავი ცუდი ბავშვი მე არ ვიყავი ცუდი ბავშვი მაგრამ ჟიდნენ ხანდახან ხანდახან რავი ალბათ მიტყაპუნებდნენ დედხო მიტყაპუნები რო ხარ ხო რავი ისეა ნუ აი ტელევიზორი რა თქვენცი თამაშებდით კი კაცო კი ძირითადად მე არ ცოტა გვიან მოისპო გარაჟებით და ხო მე რუსეთში გავიზარდე უბრალოდ ეგ არის განსხვავება მე ერთადერთი რაც არ შემეხო ბავშვობის რუსეთუმე ისვიდე ამოჭერი გამიბაზრეს არა ხო და ის რა ქვია ერთადერთი ეგ არ მქონდა რომ დენი და ის იყო რა ხო და თორე ისე ბავშვობა დიდად არ გასხოვდებოდა დარწმუნებული ვარ რა გარაჟები და კისრის მოტეხვა და თოვლი არ გექნებოდა თქვენ მაგ სიღარიბეში არა სხვა შორს თოვლი თბილისში ადრე თოვდა და მესამე სართულზე ვერაზეც სიგით დაუფრინავდი ხოლმე ეხა აღარ არის ბოლო 15 წელია თბილისში თოვლი აღარ ჭირდება მაგარი თოვლიც ეგ ალბათ იმის გამო რა აირის დაბინძურების გამო ხო და ბავშვობაში ეზო იყო ბედნიერება ჩემი ძალიან მე მიგზავნდნენ იმას იღებდნენ ხოლმე ძველი ტელევიზორი ქონდა და რაღაცა ისა აქვს არ ვიცი რა ქვია ნაწილი რა და მამა ჩემი ამოვაძრობდა ხოლმე წავიდოდა თავის საერთო ეგეთი დაჟის მეთოდი ტელევიზორზე რუსეთშიც იგივე თამაშები იყო ეზოში თქვენთან რა იყო და გეტყვი იყო თუ არა იგივე ნუ დამალობანა დაჭერობანა რაღაცა კლასობანა რეზინობანა შითქვაობანა რასკობანას ვეძახდით მაგრამ სხვა რაღაცა ეგ არ გახსოვს ერთი ჩუვაკი მგელი იყო და დალში რაღაც ფერები იყვნენ ვიღაცები რა ანუ თელი ყვითელი შავი მწვანე რაღაც და არ მითამაშე მგელი რა ფერსაც იტყოდა
თქვათ იტყოდა რომ მწვანე ეს უნდა გაქცეულიყო და დაჭერობანას თამაშობდნენ ესენი რა ანუ სახლში ისე უნდა შემოსულიყო მე რომ არ დაეჭირა მგელს ეგ იყო 93-ის მერე მოიგონეს და მე უკვე დიდი ვიყავ შეიძლება ხო 93-მდე ხო კრასკები არ არსებობდა კრასკობა საღებავობანა არ გამოდის თორემ კრასკობანა უხდება მაგ თამაშს კრასკო ეგ იყო რა არის ცუდი წრეში ბურთი იყო ძალიან ესეთი წრეში ბურთი როგორ დამავიწყდა ყველაზე კარგად ჰეზინობანას ვერ თამაშობდი აი საერთოდ და ამიტომ რო იწყებდნენ თამაშს აი თუ დეპრესია მიწყებოდა არ გამოგდიოდა და წრეში ბურთს კარგად არ წრეში ბურთიდან იქ ქონდა მახსოვს რომ რაღაც კიდე დამატებითი წესებით იყო რა ანუ ცხელი კარტოფილი სალდატი გაცილებით უფრო ხო გაცილებით უფრო მეტი რაღაცა იყო იქ რაღაცა სიმკაცრე იქნებოდა თქვენთან დაწექი ადექი ვერად მოწესრიგებული ქვეყანა არის იქ და უფრო სპეციალურს ერთი პერიოდი მახსენდება ახლა ცხოვრობდი ეზოში სადაც იქ ნაკირავებში ვიყავდი ხშირად გადავდიოდი მეთქი მანდ უნდა გაჩერებულიყო ცხოვრობდი ეზოშიო ცხოვრობდი ისეთ უბანში სადაც ეზოში ერთ ეზოში ვიყავით ძალიან ბევრი ბავშვი და მაშინ მახსოვს რომ გავიყავით და სათამაშო თოფები ხო ყველას ქონდა და ომობანა ვითამაშე. ოღონ როგორი ომობანა იყო, იცი? აი, ცოტა აკდან ამბილ ომამდე. ტყვეები აიყვანეს და რაღაც წვეჩ გეუბნები, ტყვეები აიყვანეს და გაგიცულით რომ ის გამოუშვათ და მე მქონდა აი ძალიან ბანძი თოპია იყო იცი რომ ყველა სროლაზე რომ უნდა გადაწენო და ტიპებს ქონდათ ირა თავის დრო ისროდა და არავინ არ მესროდა მე მაინც ვერავის მე რომ მოკლავ ბავშვებიდან არის ყოფილი იქაც ტყვეებს იყვანდა აი რუსეთი მე კი არ ვიყვანდი ტყვემა აიყვანეს რუსეთი და ის ეს არის თქვენი რუსეთი მეც მოსკოვში ვცხოვრობ მოსკოვში ვის მაგაცოც მო მე აკრა მოგიყვანა წავიდე დაუთმოთ ბიჭებს საკაურობა სედმეტები არა მე მოსკოვში არ ვიყავი ერთი მინუსი მე ვიყავი იოშკაროლა მაგრამ უხარი ამას რომ ამბობ ქალაქის სახელს როგორ იოშკაროლა ეგ არის ჩtildeოეთი რუკაზე ვერ გავიხსენებ ზუსტად მე იქვე არის რა ახლოს პირობითად ახლოს არის მოსკოვი იქვე არის მოსკოვიდან ერთ 300 კაზანი რო არის რა კაზანი რა როგორ აქ ხო ნუ მოკლედ რესპუბლიკა არის ცალკე რესპუბლიკა არის მარიელი და იმის დედაქალაქი არის იოშკაროლა და მან ცხოვრობდი და მან თავისი ენა აქვს დაჟე და სკოლაში გვასწავლიდნენ მაგენას და ვისო იკეთ კოკეტ არის 1 და 2 იკეთ კოკეტ 1 2 მაგარი ენა რაც მახსოვს ეხლა შეჩევა მაგარი ბევრი აქ ნამუშევარი ენა მაგრამ ბივაკეროთ რა მე შემდეგ მაგის წინა გააკეთე მეორე გააკეთე ჯერ პირველი და მე ის ხო მეგობრებო ესეთი აი ხო შეიძლება გადართეან რაღაცა ეგ გააკეთე აი როგორ ის კომენტარი ქენი კაკაი დღეს შეხვედრაზე ქენი შენ ეს რო იმას ქნათ იმაში ძალიან ცუდა ჭირს ძალიან ჩვენ გვაქვს ესეთი თამაში მაყურებელთან ესე ვთქვათ სადაც აგზავნიან კომენტარებს კითხვას სტუმართან და წამყვანებთანაც რა როგორც იქნება და მისი კითხვაც მოხდება გადაცემაში მას გადაეცემა საჩუქრად ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და ასე სტუმარსაც ამპროვებს საჩუქრის გარეშე რა თქმა უნდა რა მაგარი ეს ჩვენგან დიდი მადლობა ლაშანა იქ არის ლუდების დამატების საშუალება არის კიდე ხო და აი ახლა წავიკითხოთ ვინ გაიმარჯვა დღევანდელ კომენტარში შეკითხვა სტუმარს და წამყვანებსაც ერთი კონკრეტული სუპერძალის არჩევა რომ შეგეძლოთ რომელს აირჩევდით და რატომ თუ აქედან დავიწყოთ ჯერ და მანამდე ან იმთქოს აი სუპერძალის არჩევა კაი მე ვიტყვი იცი ხარ თქვა რომ ის ნაბახუსები რო არ მქონდას და იმდენი არ ნაბახუსები ისედაც არ მაქვს სუპერძალა რა ეს არ ვარ დიდად დაფიქრებული მაგაზე სუპერძალა რომ მქონდეს მაგრამ ფრენას მუღამი ექნებოდა მაგრამ ბანალურია მე სვანდესკენ წავედი მაგრამ ხო ცოტა ორიგინალური მინდა რომ იყო აზრების შესაძლოა აზრების წაკითხვა ძალიან საინტერესო იქნება და ცოტა 5 წუთით აუ ეგ ძალიან საშიში მე გავთიშავდი 5 წუთი გავიგებდი მე ეგრევე გავთიშავდი მეტი არ მინდა მოსაკმარისი იქნებოდა აი ისმენ აუ
ისე წაგარბა სიტყვა რომ ხო? მე ვიტყვი. აი მე ალბათ რაღაც მომავლის განჭრეტა. რეგენი ყავს, ლელა კაკულია ყავს. 2 საათით ადრე. 2 საათით რო უსწრებ მოვლენებს. არა 2 რატო შევიზღუდე თავი? 2 საათი კაია, ფეხბურთის შოტებს გავარტყავთ ხოლმე. რამდენი ფული მექნება? წინასწარ აუ 2 საათით ადრე რომ წოდნოდა ბიჭო ის რო წავაგეთ ის 2:01 ეხა აუ ხო არ გადავრჩ. როცა გავიგე ისიც არ მინდოდა და ფეხბურთს ხო წავაგეთ ეხა. არა, იქნებოდა -2 საათი. უეჭველი მომავალია თუ შეცვლა შეგიძლია. აი, ეხლა ნამიტანი მოინდო. ბიჭებო არ გახვიდეთ მოედანზე. ხო. და მე რა მაინც არა, შეცვლა ვერ შეგიძლია. ხო, მაგრამ საკუთარ თავზე რო დაინახო ისეთი რომ რაღაცა რო აი, ჰა? ეგ შეიძლება შენ ეხლა შეიძლება. არა, იმიტომ რომ ეგ შენი გადაწყვეტილება, შენი ქმედება. ანუ შეცვლა რო შეგიძლია რა მოგო. მე ვიცი, ძალიან ბევრს მინდა ვჭამდე და არ სუქდებოდა. სუქდები? კი. აი, მინდა რომ აი, ულიმიტო მქონდეს ჭამა. აუ, მაგაზე ისეთ სასაცილო კომენტარებს მიწერენ ხოლმე. ეხლა ეს გოგო ამდენს უნდა იტანინდეს და მე ქათმის ფილეთი ვიჯდე და ის უნდათ რასაც მე სუქდები, ბევრს არ ვჭამ. იგივე დალევაზე. იგივე დალევაზე. არა. ჩავსვავდი და არ სუქდებოდა. აა ცოტა სუპერ ძალა უნდა რომ ქართულად კარგად ლაპარაკობდეს. ის გამიკეთე არ გითხრას. რა დამპალი ხარ. კარგად ლაპარაკობ ცოტა. მადლობ. იმის თაობაზე რომ ყველაზე იმის თაობაზე რუსეთში ცხოვრობდა და რო ჩამოვიდა პირველი ზესტაფონური ისწავლა. ზესტაფონური. ძალიან კარგად ლაპარაკობს. ჩამოვედი რომ ერთ თვეში წავედი სადღაც ზესტაფონში და იქ დავხვეწე ქართული, ეგრე რო ვთქვათ. ხო, ნუ მოკლედ მე არ ვიცი რავი, რეგენერაცია. აი, ეს მხოლოდ ხომართან არის შეიძლება თავიდან იზრდებოდეს. არ ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ იყოს. ვიწლი. რა თქმა იყოს რეგენერაცია მაწყობს. რამდენი წლის იყო პირველად რომ დათვრა, რა ვითარებაში და რა მოჰყვა მაგ ყველაფერს? ვინ დაიწყებს? არა, კი, შეკითხვა სტუმართანო. ჩვენს არ ყვებით. აი, ჯერად ვარტო. ყველაფერს ვერ ვიტყვი. მე მახსოვს ასპთან დებარე ხობლეში. ხობლე. სოფელში ვიყავით. მე და ჯერ ჩემი კიდე გეები რომ ბოგინობენ ის პერიოდია. ასში აი ყვავის რა სანამ აკრძალავენ გეი ქორწინებას. ხოვლეშიც და მე და ჩემი 2 მეგობარი ვიყავით სოფელში, ვისვენებდით, პატარები ვიყავით ოღონდ და მახსოვს რომ აი ესე კაფიოდ მახსოვს, ეხა ბევრი უნდა დავლიოთ რომ დავთვრეთო და რა მოყვა, აღარ მოვყვები, იმიტომ რომ პატარები ვიყავით 14-15 წლისები სადღაც. და აი არაფერი მოყვა, იმიტომ რომ მაშინ არ ვიცოდით რომ სასმელი ეგრევე არ გათრობს პირველი კლუბის დარეგისტრირება. მიყევით? უბედურება მოყვა. უი. არა, მე დაახლოებით მაგას სახში მეც. მაგრამ სახში ბევრი მომვლელი იყო ჩემი ოჯახის წევრები. დიდი მადლობა ჩემს მამიდას, რომელმაც გმირულად. არა, მე მეორე დღეს რა მოყვა მაშინ მაგას კითხა. ეგ აღარ მახსოვს. არა. მეორე დღე გონებამ წაშალა. დაგვიჭირა შუბლი რომ მეორე დღეს აღარაფერი მოყვა. კითხვის უფლება მოგცეს თუ კითხვა აგიგზალეს თუ? არა, ეცინებოდ. გასაგებია. ჰუმანურად მიიღეს ეს ყველაფერი. პახმელიაზე წიგნებს აკითხებდი. მე პირველად რო დავლიე, სუსუ პირველად ჩემ ცხოვრებაში ჭაჭა რო დავლიე, ვიყავი 2 წლის. რამდენის? 2-ის. მივედი და ვიღაცის ჭაჭა გადაუცხე პირდაპირ, იმიტომ რომ წყალი მეგონა და სუნთქვა შეგიკრა თუ რა? არა, მაგის მერეა ეს. ვერტრალი, მე ნაბახუსები. მე და მამა ჩემის მაგაცება გავაგზელეთ. აი, ეგ ვისე დავლიე 2 წლის რო ვიყავი ჭაჭა პირველად. ნუ დაათვერი თუ არა. პახმელია მქონდა რა. აი, მაგას არ გულისხმობ. რაც გახსოვს ცნობიერად ხო. პირველად. მე ეგრე აკვაში გენაც. ანუ მე იმდენად ნელ-ნელა დავიწყე დალევა და ისე მერე უფრო რა. პირველად რომ დავლიე, მახსოვს ბევრი არ დამილევია. ქორწელამდე 3 დღით ადრე დავლიე და ალბათ ეგ იყო ეგეთი გრანდიოზული, ძალიან ბევრი რომ დავლიე და რაღაც და კინაღამ დავრჩი ცოლის გარეშე. მართლა. მაგრამ მაგაზი ვერ ჩიყავდა გიორგი არის. ხო, მოყოლილი მაქვს ეგ, ნუ თავისუფლებაზე პატრულს მივსდევდი, უნდა გაკოცო მეთქი, ანუ ძალიან არ ვიცი, მაგდენი არ უნდა დალიო. დიდი დოზით ალკოჰოლის მოხმარება, ნებს ყველაფერს, საერთოდ არ მოხმარებაც ნებს, ასე რომ გაითვალისწინეთ ზომიერება. კენოს გიორგი მოდი მომიჯახუნე ერთი. ძალიან მოგჭიქერო. არა, ხო და მეორე დღეს არ ვარსებოდი.
ჯვრის წერას მეორე დღე ხო ჩვეულებრივად გადავიტანე. მესამე დღეს, ანუ სადღაც შუა დღის მერე ჯვრის წერაზე მამაომ ეს რო ანუ ბარძი მილოს ხე ის რო მეთქი შანსი არა, ან მეთქი გაცა. ეს ორი არის გამარჯვებული კომენტარი, რომელსაც ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები გადაეცემა და მეგობრებო, ესეთი ალკოსფეროს ინიციატივით, მოდი ეგრევე ვიტყვი, კიდევ ერთი გათამაშების იდეა მოგვივიდა და ვინც დაგვიწერთ კომენტარებში ყველა სახალისო ისტორიას პირველი სიმთვრალის, ოღონდ სასურველია რომ არაფერი არ მოიგონოთ და სიმართლე იყოს და რჩეულს გადაეცემა ასევე მოხდება გადაცემაში, გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და ასევე გიორგი რომ მომაწოდო აი შუიდან რა ქვია მაგ არაჩვეულებრივ სასმელს ანგოსტურა. ეს არის რომი, რომელიც ალკოსფერომ გამოგვიგზავნა სპეციალურად იმისთვის, რომ ამ ჩელენჯში გამარჯვებულს გადავცეთ საჩუქრად და ასევე ანასარხი იქნება აღწერაში აუცილებლად და გადადით და რა თქმა უნდა გვერდში დაუდგეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სახალისო და კარგ კონტენტს აკეთებს, მაგრამ ჩვენ არ პატეჟებს სტუმრად და ეხა. მე ველოდებოდი რომ ის ვიყოდი ამას და რა რეაქცია იქნება. მე მერიდება ხოლმე ამ გამოცდილ იუთუბერებთან და თუ რაღაც არ გავიცანი კარგად, მე მგონია რომ პატარა არქი ვარ. დრო არ აქვს და მე ძალიან ვერთობი ხოლმე კომენტარებში, მაგრამ ასწორებს ხოლმე კომენტარებში კითხვა, ძალიან გიზდები და კაია. ამ 1 წლის განმავლობაში რაც არხი დავიწყეთ, რაღაც უკვე ჩვენი არხის მეგობარი ადამიანები გაჩნდნენ, რომელსაც პირადად არ ვიცნობთ, მაგრამ ეპიზოდის დადებისთანავე ველოდები უკვე მათ კომენტარებს. დაგვიწერეთ. არა, ეგ არის ალბათ. ესეთი ადამიანია, ვინც სხვა მავანთან ვიყავი სტუმრად. კვარასთან. კი, ვნახე, ხო და იქაც დააკომენტარა და იქ დაუწერე რომ მეთქი ლევან ბეჭვიანობს ხო არ ხეცერვა კომენტარი. არა, შენ დაგიკომენტარე. ბეჭდითაც ხსნე. ბეჭდით ხსნი თუ. აი, გეუბნები რატომ ეს აქ? ვერ ჩა. გაწიე ხელი. ძირითადად თავში ხდება ხოლმე, მადლობელი ვარ რომ ამჯერად. ხო, აქ ხო იცი რა არის ამაზე. თუ ჩააგდებს, გამოაკეთებს სალტოს. რომელიც კაცშიც უნდა მოხდეს, ხო? რა თქმა უნდა. რის თქმა მინდოდა გიორგი, მადლობა რომ გვისმენდი რას საუბრობდით. ეცუნდა რაღაცა. გიორგი სანამ ეთქვის რაღაცას, მანამდე გეტყვით რომ ეხა გვექნება თამაში. რომლისთვისაც აი ეხა მოამზადებს ყველაფერს გავბუ და მანამდე გიორგი ისმენთ 13 აგვისტო თუ ვერ გაიგონე? არა, ვიცი, ლომი ხარ ხო ზოდი? კი, 13 აგვისტო 88 წელი. რას მივზადეთ? არაფერი, ჩვენ გვაქვს წიგნი ესეთი 365 მიზეზი დასალევად. ხო. და ყოველ დღეზე გვაქვს რაღაც კონკრეტული 13 აგვისტოს არის ლოგინის დაბადების დღე. ლოგინის? ლოგინის, ანუ ლოგინი არ ვიცი საწო თუ აი ეს ლოგინი გქონდათ? ლოგინი. 13 აგვისტოს ლოგინის დაბადების დღე. გაიგე ხო, ლოგინი სადაურია ვაფშე. არა, თუ ის ნახე აი ინტერნეტში. როშეთი ხარ? ხო, არ ვიცი. გიორგი მზად ხარ შენ რომ რამე სულიერად და მორალურად ანა შენც მზად იქნება. მოკლედ თამაში ძალიან მარტივია. იქნება ანას და ანებს ხო გაქვთ ის რა ქვია? ანის ნუ მეძახი ანას ნუ რაღაცა ისინი. ხო, შენ ეძახი ანის. ხო, და ანა ქვია და ხო, ანა მქვია. ანა ქვია. ანი შენ ანის გაგიხარდება იყოს ანი. მაგეებზე რაღაცა რო ესე გეჭხუბებოდა, მაგრამ იცი რა, ისეთი სულიეთ აი მახსო რომ ანი, ანო, ანა, ანანო, ანკა, ანა, ანია, ანეტა, რა ვიცი, ყველა ბრუნვაში ეს ანა რომ არა უშავს. არანაირი სირთულე. რაც კიდე დამწ. არანაირი სირთულე. პაკლიჭკუ? კოშკა. კოშკა. ახლა უკვე რეჰანი. რეჰანა. კოშკა ხა ვიყომაროთ კოშკა რა. რეჰანები არიან აქ ჩვენ მეგობარმა ვთხრებერთ. აქ რეჰანები არიან. რეჰანები მოვიდნენ. ხო, მაყომარეთ. შეიძლება გიორგი, მადლობა გიორგი. აბა. თამაშის წესები ძალიან მარტივია, თამაში იქნება დასწრებაზე, იქნება კადრები ფილმებიდან, ძირითადად იქნება ნაჩვენები პერსონაჟის ტანსამოსი, ნაჩვენები, ხო, და უნდა გამოიცნოთ რომელი ფილმიდან არის, ან პერსონაჟი თქვათ, ან ფილმი თქვათ და დასწრებაზე არის ტაში, ვინც პირველი დაარტყამს ტაში, ის ამბობს პასუხს. თუ ვერ გამოიცნოთ, ან არასწორი თქვა, სულ გადადის შემდეგ მოთამაშეზე ავტომატურად. დალევით ყველა დავლევთ დღეს, მაგრამ მე 2-ს დავლევ, თუ ფრე იქნება.
მისტერ და მისის სმიტები. ხო, მაგრამ რა სისტრაფით? მეორე? არაფერი ამან წინასწარ დავარტყა იმის იმედზე რომ ანჯელინა ჯოლი. ის მარტო ერთი არ ჩავსვი ამ შემთხვევაში რომ რა სისტრაფით? გაამზადეთ ხელები დავაი რა იცი მედი გისმენ ჩიტერ. ანუ ეხლა უნდა ეს- გაარტყა რა იქნება შემდეგი? ველოდები რომ არ დამინახავს თუ გადაცვალე არ ვიცი. კაი, გავარტყავ. მედი თუ ვერ გაარტყამ მე გაგარტყამ რამე იქნება მატრიცა. არა შენი ჯერია ეხლა სურათის ნახვაც შეგილია ვის Kate Winslet რა ქვია? Titanic. კი ბატონო ეს ვერც გამოიწოდა ეხლა ისეთ სახით იხურება რა ეგრევე მივხვდი შეშაი ხო ტაში მაგიდო დავარტყი წინასწარ რომ მატრიცა ვიცი ნანახი მაგ. კი ბატონო ერთ-ერთი არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს. არის ვერ ვიხსენებ მართლა. ჯონი დებია რომელიც აუ რა ჯონი დები კაცო ის არის დამბერი არ არის? ჯონი დები მადლობა კაი იყო რაღაც ცოტა წაიღო იქეთ ჯიმ ქერისგან. ადამსების ოჯახი ხო არ არის? არა წახვედი ის ხო არ არის ალისა საოცრებათა ქვეყანა. არა მაშინ ფილმი არის დრაკულა. არა ფილმი არის მოჩვენებებზე პრევიძენია. Привидение? ამ ფილმის გაგრძელება მეორე ნაწილი გამოვიდა ამ ფილმის ეს არის საკმაოდ ძველი ფილმი და ეხლა ცოტა ხნის წინ გამოვიდა მეორე ნაწილი. სიყვარული ვერახში. არა ეს არის ბიტლჯუსი, კაი, არც ერთ ხულა, ორით წარმოდგენა არ მაქვს. ბიტლჯუსი არიცი? არა. არც რავი, ჩაუჯექით, გირჩევდით, მე მომეწონა ძალიან თავის დროს. ნუ იმზად. გიორგი ვიცი უკვე რა დავა. ხო და არ ვიცი ეს არ ვიცი, ეს არის უკან Back to the Future. მუნდიშავი რა მენა ხტები ესე უცე ეს ფილმები დიდად არ გიყვარს თუ არა ნანახი მაქვს ეს უბრალოდ არ ვიცი რთულია ხელები მაღლა არ ვიცი კაი. ვიცი ის კაცო ვაიმე ჯიმ კერი მოიცადე რა ქვია ვიცი ნიხაბი მიღავი ეგ არის სამით ორი კაი, მე შეხედავარტყავ. არ მინდა მომაგებინა არა, კაი, ეს არიცი? ვიცი კი ისა დალმატინელები რო ყავს თუ არა კი, ასორი ეგ არის დამოდებული. ასორი მე დავინახე რომ დაგასწრო სამით სამი მულანი. ჩაგი შენთან ხო ჩამიყრია შემთხვევაში ბრალაშა განა ხო პიბას განა მულანი ხო ვიცი, რავი, მულანის კაი რომ ეგ კი არ მარტო თითები რო გეჩვენებინა მაგით გეტყოდი. ხარა ეთყობა სწრაფად მულანს რავი. ეს ესე ეგ არის. Wednesday. ხო ადამიანს ფემ ადამიანს გიორგი ჯერ კიდე როდის უთხურ ბიჭო. ინას პარტონდა ნატკო აღარ ჩაგითვლი ეს მოიგე. წინასწარ დარტყმას აღარ ჩაგითვლი იყო კიდე მიდი, ერთი გამო. უვიდე და რა მითხარი მე ბოუშვი ცო დარტყმული არ წაში ეს რა როგორ გავუსვა კაპიტან ამერიკა არა, კაი, ვიღადავები ეს ვერიცანი? ვერ. ჩვენ ოპერატორს ეცვა ჰელოვინზე. ქვენ ოპერატორს ტომ კრუზი, ტომ კრუზი. Mission Impossible არა, ტომ კრუზზე მე გახსენდება, ტოპგანი. Top Gear კაი როგორც მივხვდით ფილმები არ გიყვარს დიდად თუ და არის შენი საყვარელი ფილმი. მაგრამ მამეთ მეც მაგალითად ბავშვობაში ტელევიზორ რა მქონდა წიგნებს კითხულობდიო და აი წიგნის პერსონაჟები რო ყოფილიყო განახებდი შე როგორი იბოგინეთ ტომ კრუზი ვინ იყო? ფილმი არის ტოპგანი ხო კი არა ეს წიგნი ხო არ არის ისა გაბ. მოკლედ, ხო, აგერ ქონია გასახსნელი. ჩვენ ესეთი გვაქვს ტრადიცია რომ წაგებული სვამს ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში მე სპეციალურად უნდა შენ თუ დავიო. გეკნება სურვილი არ გაძალებთ არავითარ შემთხვევაში მაგრამ აქვე მინდა გითხრა რომ ეს სასმელი სპეციალურად ამ თამაშისთვის ალკოსპერომ ასევე გამოგიგზავნა და ეს არის ვისკი რომელიც ექსკლუზიურად იყიდება მხოლოდ ალკოსპეროშია ეტიკეტი რა დაასვეს ნახე? ვა ფიცრები. მაგარი იმენა ჩვენი პოდკასტის ის არის იმინა. ხო და თქვენთვის ხო არ არის ჩამოსხმული არა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ასხოვენ როგორც ვიცი. როგორც ვიცი ჩვენ დაბადებამდე დაიწყეს ხო და ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ ალკოსფეროში და არა მარტო ეს ვისკი არამედ კიდე სხვა სასმელებიც აქვს თავიდან ცოტას გავსინჯა კი, ბატონო, გაგიხარდება. თუ არა და მე ჩვენ დავლეთ მაგას. გიორგი ფრენს ვაწურინებდი და რა მიქენია ხო არა, სპათ ეს სტანდარტულად არ გავსინჯავდი, ეხლა ხო ვსვამთ ვიცოდი. ვისკის იმიტომ რომ არ ვართ
ვისკისტები, შოთით სვამთ, რაც ვისკის არ უხდება, მაგრამ ვინც ხართ მოყვარული, ძალიან დიდი ქება გავიგე ამ ვისკიზე? ხო, ვისკი. ხო. აჰა, ამბობენ ქართული არის. 1779 აწერია. ხო და ნუ მოგეთ გირჩევდით რა. მაგარია. გირჩევდით რა, გავსინჯავ ეხლა და მე გეტყვით. მოდი აბა ეს ნახოთ. დაიწყო კითხვა. შენახვის ვადა. შეუზღუდავი. შენ გენაცვალე. ანუ დიდხანს გაძლევს ეს შეუზღუდავად? არა, ეს დიდხანს. მე ერთი ბოთქი რა აუ ეს მაგ ხალხის როგორ მიყვარს ეცე აი კოლექციონერები რო არიან და რო ინახავენ ესე რაღაც სასმელებს რა. ანუ თაროზე რო აფუჭებ იმ გემრიელ რაღაცას. იცი რა, აი ბევრი მეღვინე აძველებს თავის ღვინოებს რომ მე გასინჯონ და ნახონ რა. ხო, მაგრამ აი საინტერესოა ეგ ამბავი მართლა. ვინახის გასვლის დროს რაღაცა კიბე გადაგიყირავ და თავი დაარტყი მოკვდი. ანუ ის ხო გრჩება ისე ბიჭო. მაგრამ თუ არ მოკვდი, მე სამაგიეროდ გაიგებ შენ ღვინოს რა რესურსი აქვს, ოცი მერე როგორია, უფრო კარგია, ცუდია. ეგ ყველაფერი ამ ავაცახსენებელი. შენი მოსაწონი ვერ მქნია ვერაფერი გიორგი რა. არა, მე კოლექციონერებს ვერ გავიგებ. უი, ახლა კვირას მივდივარ სხვათა შორის იმასთან, გიორგისთან, ჩვენ მეღვინებიჩთან. მაგარა იცის ღვინოვის. არის ეგ ბიჭი? TikTokeri რო? კი. ხო და მარტო TikTokeri აღარ აც უკვე შემოუვერთ და YouTube-ს, Gio says drinks this ქვია მის არხს და სტრიმის გაკეთებას აპირებს. იმედი გეუბნები და YouTube-ზე აპირებ მაგ სტრიმის გაკეთებას და აი იცის მაგრამ ღვინოები. სტუმრად ვართ კვირას დაბატიჟებულები მასთან და აი ღვინოები დამახვედრე. რაზეც თქვი კარგია მეკი ყველაფერზე თქვა არ მომწონსო და რაღაცა დებილობები რაც გავსინჯე ის იძახდა კაიაო. არა აქ მაგას პერსი გემო ბიძი. აი იქ ჩემი სასწაული. სამლარია. არ ვიცით. სადღაც ვიყო გზაზე ეგდო და რა. არ ვიცით რა გავასწავლე. მე მინდა ვთხოვო ანას რომ გითხრა სადღეგრძელო. სადღეგრძელო? ხო. აი სტუმართან ესეთი გვიხარია ხოლმე როცა სტუმარი გულოცავს. დიახთ. კეთილი გულით და რაღაც კეთილი ფეხით. თქვენ გაგიმარჯოთ. უღრმესი მადლობა. იუთუბერებს, საინტერესო ადამიანებს და იმ საზოგადოებას, ვინც YouTube-ს შემოვერთდა. გიორგი ახსენე აქერ. კი ბატონო. აი. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს ერთად და მაგრამ. შემფასებლად არ გამოვდგები, მაგრამ ცოტას გავსინჯე. კი ბატონო. კი ბატონო. ოპ. გეუბნე ცალკე გადაცემა. სხვაგან არის მო. სხვაგან არის. ოპ. კარფულე. მეც მომინდა რომ გიყურებდი მომინდა. კაი, დიდი მადლობა. ჩაკიდული. ვისკი და ლუც არ გირჩევდით, გამიკეთებია და არ გირჩევთ მაინც. ესე მიყოლებაც მაინდა მაინც. უი, წვენი ხوار გინდა, წვენს ხوار მოყოლ. ოკეი. არა, ნუ რა ახმელიას დამაბრალებ და მათონი არ ხოდა სახში წყალში ვერაფერი გავხსენი და ბილი წვენის მიყოლება ალკოჰოლთან. გამეცადინებული ყავს ხო და ლევაში აშკარად. მე გიჩვენდი. ნაბახუსებს იწვევს ტკბილი სასმლის მიყოლებას სხვათა შორის. მართლა? კი. მაგით აღარ მაქვს შეიძლება. შეიძლება. ძალიან ცუდი კოქტეილები და ტკბილის დაყოლება. ენერგეტიკული და ალკოჰოლიც არის. უღრმესი მადლობა ჩვენი დალოცვისთვის, შენს გაგიმარჯოს. მართლა მიხარია რომ ესეთი კარგი კონტენტი გაქვს და ბევრ წარმატებაზე და წინსვლას გისურვებ მართლა ყველაფერში და მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენი სტუმარი იყავი დღეს მე ძალიან მიხარია კაი ხალხის სტუმრობა არა შენ დაუსვა მე არ ვამთავრებ გადაცემას გიორგი ეს ფაქტია დღეს იყო ჩვენი სტუმარი არის ამ ეტაპზე მაგრამ კაი ვერ გადავხარსი მე დაუნებ და გავა რა ხوار გეწყინე დაგლოცავ გაგიმარჯოს გადაცვალე და კითხვები აქვს ამას რაღაცა და აბა წარმატებები ყველას ვინც ასევე თქვენ ძვირფასო მეგობრებო მადლობა თქვენ ერთად ვიყოთ კარგად ვიყოთ მაგრად ვიყოთ YouTube და ჩვენი გამომწერები და ყველა რა კაი კითხვები ქონდა გიორგი გისმენთ კი ხო რასულ რამოდენმე კითხვა ხა ტრიომანდელს თუ სმენთ დამანებო ტრიომანდელზე მაინტერესებს არ უსმენ ტრიომანდელს არა ვიჩო ვინ არის კაი კიდე გიორგი კიდე კონდათ მე მგონი 1-2 კითხვა არა ხო არა ტრიომანდელზე მაინტერესებდა ხო არა რაღაც მათი მსმენელი არის ზოგადად მუსიკა
გევასებ. რას უსმენ? არ ვარ დიდი ესეთი მელომანი და მუსიკაში გათვითცნობიერებული ადამიანი, უფრო ძველ მიყვარს რაღაც. აჩი მეფარიძე და ზეპელინი. ზეპელინიც მე ვასწავლე. ძალიან დიდი ხანი არ აღმოჩენია. მე უბრალოდ არ ვერები. აი. თუ ცოტა დალი. სივანდერი აი რაღაც ძველი. ნუ უფრო როკი გევასება შენს. ჩემიანი ხარ ძალიან კაი. ტრიომანდელი არის, ძალიან ჩაუჯექი. ვიცი, როგორ არ ვიცი. ჩაუჯექი ძალიან კაი. კარგი. დავამუზრამე. რატო გართულა და ბიჭო ტრიომანდელზე რატო ანები ამ ტრიომანდელს დავიშეჭება. რა გაუტრაკე საქმე. მოვიყვა გიორგი სტუმრად. და მე ნახა. მე ნახავ შენ. სამივეს? ო. ეგეთ ბევრი არის რეალურად, ხო იცი? ახარ არიან მე მგონი. იცვლებიან ხოლმე რა. დაიშალნენ თუ რაღაც რა? თავარი როლის შემსრულებელი ერთი არის და ისინი ო, იცვლებიან. გაიტე ხო? ისიც ცვლება. გზირავენ გიორგი. აგი. კაკანად რა გაუტრაკე საქმე. ყველაზე ხშირად ფანდური იცვლება ხოლმე. ფანდური და ვირი. ვირი ხანარი ხანარარი. კაი ხო. კიდე რა შეკითხვა კონდა გაავს ამას. ამ შეკითხვა. არა მაგ კითხვები მე ჩხუბებია. რა მიგეჭხუბებას ვაო. კაი, ეხა ანას ოჯა გიორგი. ოჯა გიორგი ვამაყობ. სიგარების და სიმდიდრის ტესტი ჩავატაროთ ბავშვობის ძალიან ინტერესოა. მარა კასპიო და რაღაცა. ხო. კასპი გენუცოლე ადრე გუგუნებდა. სამეტი. ფული შეუებოდა ერთ დროში. მე მოსახლეობაში რო არ გაიწია ამ ფულმა, მე უჩივლეს. ბავშვობაში საკუთარი საძინებელი თუ გქონდა. კი. კი. დედის წავიდა ერთავა. სიმდიდრისკენ წავიდა. არა, დედის ერთავა. ნუ სახლში ერთ საფირფეროზე მეტი თუ გქონდათ. არა. არა, სიგარებისგან წავიდეთ. სახლში რითით ვებოდით? რა სახის გათბობა იყო? ნავთქურა. დრომ რა წლებს გულეს ხო? კერასინკა, ბავშობა, კერასინკა. კერასინკა. ნავთქურა. ნავთქურა არ გამიგია მაგაზე არასდროს ის. სახში ღუმელის გქონდა, შეშის. ეს უკვე ფუფუნებაა გენაცვალე. რამდენს გატანდნენ ხოლმე სკოლაში? 50 თეთრს ლარს არ მახსოვს. ლარს კაკალდის ფულს? ჩემი. არ მახსოვს. ლარი გაიკუში იქნებოდა მაშინ. ჩემ შუც ხონდა? ლარი. იმ დროს უყიდე ახალი საფულე უყიდე რაღაც მოეწონა და მეც მივეცი რაღაცა 35 ლარი შეკრა. და კიდე მინდაო. მეთქი მამა მაგდენი რომ მქონოდა მეთქი 5 ლარიანი რომ უნახე პირველად. შოკში ვიყავი, სკოლაში ეს შევედი, ყველას მე გეპატიჟებით, პერაშკაზე მეთქი 25 თეთრი ღირდა მაშინ. ხო. მაგარი ისე. ყველა მთელი სკოლა დაპატიჟე. ჰა? მთელი არა. შენ არ გიჭამია უეჭველი ვიცი. ვიცი, მე არ გევასებოდი სკოლაში და ჩვენ კლასელები ვართ. ოჯახში ტრანსპორტი თუ ყავდათ? მე მანქანა რაღაცა, მოტოციკლეტი ვინმეს მანქანა ყავდათ? ბავშვობაში შენ პატარა იყო, მანქანით გატარებდნენ თან. არა, არ მატარებდნენ, მამა მუშაობდა და თვითონაც მანქანა ყავდა. არა, ნუ ხანდახან მატარებდა რა თქმა უნდა. რა საკში გასინჯე პირველად სასმელი საჭმელი, აი ცოტა ისეთი რა, აი მაკდონალდში როდის იყავი პირველად ან რაღაც ეგეთ ადგილას რაც ცოტა არ მახსოვს, ალბათ გახსნიდან მალევე, მაგრამ ნუ მაკდონალდსი ფუფუნება იყო. ფუფუნება მეც ეს ეხაც ცოტა რაღაცა პერიოდი იყო რომ არ იყო ფუფუნება და ადეკვატური იყო შესვლა და ეხა ფუფუნება გახდა უკვე. გაძვირდა? ძალიან. მართლა? იმდენად რომ დიდი არ ხანი უნდა არ იყოს ჭამე, ფასტ ფუდი არ მგონია რომ ეგეთი ფასი უნდა იყოს. ანუ მაკდონალდსი რაც იდეა არის მაკდონალდსის რომ არის ფასტ ფუდი და იაფი და სტრაფი, მაგრამ სტრაფი არ არის. სტრაფიც არ არის კი. სითიმოლში თუ სადღაც ვიყავით მე და ჩემი შვილები, რამდენიმე თვის წინ და ალბათ 40 წუთი ველად. როგორ იყო შენი დაბადების დღეები? სადმე დაბადების ცენტრში დადიოდი ხოლმე თუ? არასოდეს სულ ორჯერ მაქვს. ანუ აგვისტოში მქონდა დაბადების დღე, სულ ორჯერ მაქვს გადახდილი. ექსკურსია ბეტონის ქარხანაში. ვირზე? რამე სახის კომპიუტერია, რაღაც гаджеტი თუ ქონდა ეგეთი რა, ან ტელეფონი როდის ქონდა, ან დენდი რამე რაღაცა ქონდა პატარაობაში? კი, კომპიუტერი მქონდა. კომპიუტერი თუ 9 წლის არა ეს. ტანკები მარიო და დენდი ხო? და დასასვენებლად სადადიოდი ხოლმე კასპის გარდა. ხოვლე.
სულ გასწრაფში დადიოდი ხოლმე? არა, ზღვაზე. საქართველოს მასშტაბით. ბათუმი ძირითადად. ბათუმიც გაძვირებულია ბოლო დროს, მაშინ არ ბათუმიც ბათუმიერი თუ არის ხო? ბათუმი ისეთი გაძვირებულია და ხო და მე ისეთი ფასები მითხეს ქვეყნის გარეთ all inclusive სასტუმროებზე, რომ აი ორჯერ უფრო იაფი დაგიჟდება. ხო, არა მარტო, კვიპროსი, ეგვიპტე არ მინდა. კვიპროსი ხო, საბერძნეთი, აი all inclusive სასტუმროში მეგობარს ველაპარაკე ამისი, რომ რაო, სად მიდიხარო, წამოდიო, იმენა ისეთი სიძვირე, ანუ მაგას თავი დაანება. ეგ ხო დასვენება და ფუფუნება და რესტორანი ფუფუნება. მარკეტის ფასებს რო ადარ. ხო, იტალიას, ესპანეთს, აი საგიჟეთი, საერთოდ რანაირად ცხოვრობთ. ჰოლანდია ითვლება ძვირ ქვეყანად რა, ანუ ზოგადად ეგრეა და ეხლა რესტორანში და რაღაცაში ხო დიდად ვერ შევადარებ ეხლა ქართულ მაგრამ პრინციპში რო ავიღოთ და რო გავასწოროთ, ხო, ერთ-ერთზე რო გავასწოროთ, პრაქტიკულად იგივე ფასებია, მაგრამ მაღაზიაში როცა გინდა რაღაცა, აი, ნუ კაპიკებში 50 ევროთ გამოზიდე, მინა აი 3 პარკით, 4 პარკით, თან იკლუდები რა. არა, თან ისეთი პროდუქტი ხო, კარგი ხორცი და ყველი. სხვადასხვა მაგის ფუფუნება არსებობს, რაც ძალიან მომწონს იმაში. ნუ აქ იშვიათად სადმე თუ გადააწყდები მაგას, იმიტომ რომ თვითონ მაღაზიებიც ეგრე არის დაყოფილი იაფიანი, ზვირიანი, საშუალო და რაღაც. იქ არის მაღაზიაში რო შედიხარ აი ხორცის ყიდვა გინდა, აგდებს ძალიან ხარისხიანი ხორცი და ძვირიანი შედარებით აგდებს იაფიანი, ნაკლებად ხარისხიანი ხორცი. ანუ ერთ მაღაზიაში შეგიძლია როგორც სრულისამებრ უფრო ხარისხიანი პროდუქცია იყიდო, ასევე ნაკლებად ხარისხიანი ერთი და იგივე მაღაზიაში. ხარისხიანიც არ ღირს ის ფასი მგონი ხო, ნუ ეგ ხო, რა თქმა უნდა. კაი, გიორგი, გადავაჭარბეთ ყველანაირ ლიმიტს იქიდან გაბუნერვიულობს უკვე როგორც ხედავ. სავარჯიშოდ უნდა უბრალოდ ამას დავაბრალებ. ნანერვიულები მოვიდა დღეს. დარბაზიდან მოვიდა და ისე რა ცოტა შარზე. შენც დარბაზიდან გამოსული მგონი ხარ დღეს. არა მე. მე შენთან ერთად ვიყავ და ფარდას ვკიდევდი, სწორად გახსოვს, მაგრა გავერთეთ. და მანამდე ვაგზავნზე ვიყავი. ანუ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენი სტუმარი რო იყავი, ძალიან სახალისო და კარგი გადაცემა გამოგვივიდა ჩემი აზრით და ხო, რავი, მე ძალიან კმაყოფილი და დამშვიდებული ვარ, რომ ესეთ კარგი შენ ტრიო მანდელს უსმენ? კი. კი, ბიჭხარაი? ვისთან მაქვს საქმე საერთოდ რატო არის ეს ადამიანი ხო და მოგრეთ ხო მადლობა და მადლობა ჩვენს მაყურებელს მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და კომენტარები არ დაგავიწყდეთ როგორც გითხარით გათამაშება გვაქვს სიმთვრალის თემები რა ის სტუმართან კითხვები ჯერ კიდევ აქტიურია ეგეც დაწერეთ და შესაბამისად თქვენი ისტორიებიც და მადლობა ჩვენს წარმოდგენს ლუდისას მადლობა ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას და ჩვენს ახალ სპონსორს გიორგი მადლობა ჩვენს ახალ სპონსორს ალკოსფეროს უღრმესი მადლობა და რა დამავიწყდა თუ ის დღეს რომ ეთქვა ბავარია 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება იხარე და იდრეც ეს უფრო ისეთი ხმა დავაყენე რომ რეკლამაში იქნება სადმე დამპატიჟო გასახმოვანი ითხრან რომ კაი ხმა გაქო და მოდიო ბავარია აზია აქვს რაღაც დამატება გინდა და ისა შემდეგ სტუმარი ვინ იქნება თუ გამოიცნობთ კომენტარებში ანუ ამ ვიდეოს კომენტარებში თუ იქნება თქვენც მოიგებთ მე მინდოდ მაინტერესებს ვის ელოდებიან არ გაინტერესებს სტუმრად შენ იცი ვინ იქნება არ ვიცი მეც მაგრამ თუ გამოიცნობენ და ეგიჯდება ხო მოიგებენ ოდეს მე ხო ეცოდინებ ეხლა არა ხო და ამას რისი გაკეთება უნდა იცი თვითონ დაწერს ეხლა კომენტარში ოკეი ის იქნებაო და მოიგებს შენ ის და იმის მოგება მინდა რა არა გიორგი დღეს შენ ისე იქცეოდი არაფერი არ გამიკვირდება ეხლა ტრიო მანდილი და კაი ტრიო მანდილი სოთოშის კასპში იყო ერთ ვიდეოში აი თიშეთ კამერები ვაიმე აი ოროსანზე ოროსან გამორთე გამორთე მაყურებელო კარგად იყავით მომავალ შეხვედრამდე თუ როგორც არის დავანებეთ ეგ არის კარგად მადლობა